დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მიკროფონები დავწიოთ. ჩვენ მიულოცეთ ომის ვეტერანებს და პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ახსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად აღინიშნება ეს თარიღი კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. ევროპის პოლიტიკურ სამეცნიერო ბატონო ირაკლი ხართ თუ არა მიწვეული რომელიც დღეს ალბანეთში რამდენიმე დღეში იმართება ალბანეთში. მოწვევა მივიღე ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით 16-ია დაგეგმილი და დაგეგმილია ვიზიტი ამასთან დაკავშირებით. გაქვთ თუ არა შეხვედრები რომელიმე სხვა ევროპულ პარტნიორებთან ამ ვიზიტის ფარგლებში? ჩვენ არ მოგვითხოვია შეხვედრები, ნახოთ ადგილზე შეიძლება გაიმართოს გარკვეული შეხვედრები ვირტუალ ლიდერებთან. არ მოგვითხოვიათ ანუ დაალაგების პროცესში არ გსურთ რომელიმე ლიდერთან შეხვედრა თუ რატომ არ გაქვთ ეს? ჩვენ შეხვედრები არ მოგვითხოვია როგორც ასეთი, რეალურად თუ თქვენ იცით ფორმატი რაც საგანგებო ოფიციალური შეხვედრები ნაკლებად იმართება ხოლმე ამ ფორმატში, თუმცა იქ ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება, ამ შესაძლებლობით რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვისარგებლობთ. თქვენი ვისთან შეხვედრები მოქალაქეებისათვის ეს თემა რომ რაც შეეხება ესტონეთს, არის მათ აქვთ მანამდე სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ბუნებრივია ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი, ხო? ყველა ხედავთ, როგორია მმართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები, შესაბამისად ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ჩვენი მიზანია 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. სათითაოდ გიპასუხებ მე. ევროკავშირის არაფორმალური შეხვედრა იმართება, სადაც საქართველო არ არის მიწვეული, არადაც ცნობილია, რომ კანდიდატი ქვეყნების სხვები მიიღებენ მონაწილეობას. რატომ გახდა ასე ვთქვათ ეს მოცემულობა დღეს, რატომ არ მიგიწევთ? თქვენ იცით რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე, ჯერ სრულიად უსამართლოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ქართულ ხალხს უთხრეს, ხო, მაშინ უარი არავითარი დასაბუთება არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. შემდეგ წელიწად ნახევარი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და ეს შემდეგ, ხო, ეს უსამართლობა გრძელდება, ეს არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მიგვეღოთ თავის დროზე კანდიდატის სტატუსი, კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ დავიწყოთ 2022 წლიდან, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან, რაც არის საჭირო. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ განსხვავებული დავალება, ამ შემთხვევაში მიდგომა შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით deep state-ისგან მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სადონ დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც არის ძალიან სამწუხარო, ხო? კიდევ ერთხელ გაიმეორებ 2022 წელს, არა, იზოლაციაზეა საუბარი. 2022 წელს, ხო, ეს არის უსამართლობა, ხო, თქვენს ხომ იცით, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა როგორ იქნება, როცა ისინი ჩადიან უსამართლობას, ხო? ჩვენი ბრალი როგორ შეიძლება იყოს მაგალითად 2022 წელს კანდიდატის სტატუსის არ მიღება. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სტუმარი არ ხართ, თუმცა არ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ თქვენს მათთან ერთად და უსამართლობაზე ჩვენ როგორ შეიძლება ვიყოთ პასუხისმგებელი? ხო ხედავთ, რომ არის სრული ტოტალური უსამართლობა. ეს თქვენი პოზიცია, მაგრამ არა, რანაირად კაცო. 2022 წლის თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე, ერთსამი. თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე 2022 წლის ივნისში რატომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი? გაქვთ ამას პასუხი? რა თქმა უნდა, არ არსებობს ამაზე პასუხი. რა არსებობდა? რა? სად კაცო? ტყუილია. არა, ტყუილია. ომთან დაკავშირებით მე გეტყვით რა ქონდა. რა? სანქციები რო არ დავაწესეთ და მებრძოლი მოხალისეები რო არ გავგზავნეთ, რის გამოც ზელენსკიმ მე რეალში გაიწვია, ეს იყო?
სანქციები რო არ დავაწესეთ, ეს იყო ეს მიუღებელი პოზიცია თუ რა იყო? აბა გამახსენეთ. კი, აბა რა. ზელენსკიმ გაიწვია თავისი ელჩი საქართველოსთან იმის გამო, არა, ხო და ზელენსკის ეს გადაწყვეტილება ვინმე მოარყოფით და შეაფასა ევროპაში. ანუ იყო კოორდინაცია, ხო? ვინმე ითხოვდა ევროკავშირიდან რომ სანქციებს შეუერთდეთ. აი ერთი პირი. კი, დახურულ კარს მიღმა ჩვენთან მოვიდა Deep State-ის წარმომადგენელი, რომელმაც ღიად მოითხოვა სანქციებთან მიერთება, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და შემდეგ ზელენსკის ხელით გაიწვია საქართველოსთან ელჩი. სწორედ ამ ორი საბაბით. ერთი იყო სანქციების არ დაწესება და მეორე იყო მებრძოლი მოხალისეების არ გაგზავნა. არავითარი კრიტიკა ამ გადაწყვეტილების მიმართ. რატომ არ გააკრიტიკეს? იმიტომ რომ ყველაფერი იყო კოორდინირებული. პოლიტიკური პარტიების რეზოლუცია არსებობდა რუსეთთან დაიწყოს. არა, Deep State-ის ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ 2022 წლიდან მოყოლებული იმდა გაგახსენოთ რა გავაკეთეთ. შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე 5000 გვერდიანი დოკუმენტი მოამზადეს ჩვენმა საჯარო მოსამსახურეებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და კიდევ წელიწადნახევარი გაგრძელდა დამატებით ეს უსამართლობა და იმის შემდეგ კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდა ეს უსამართლობა, ხო, რომელსაც არავითარი დასაბუთება არ ქონდა, ხო? ანუ სანქციები არ დავაწესეთ, მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ და ამას მოყვა ეს უსამართლობა. ხო, თქვენ შეგიძლიათ მიიჩნიოთ, რომ ეს იყო დამთხევა, თუმცა ეს არ იყო ბუნებრივი არავითარი დამთხევა. დაიწყო უსამართლობა, ეს უსამართლობა გრძელდა. სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეგო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი რაც მან შეიძლება ჩაიბაროს. რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ხო? ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები შარშან წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუწდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა ნაციონალების მიმართ. რო დღეს არის ევროპის დღე, მინდა ეს თარიღიც გავიხსენო და რა თქმა უნდა ჩვენ უსურვებთ ევროპას, ჩვენს კონტინენტს განვითარებას, კეთილდღეობას. დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები, ხედავთ როგორი ტენდენციებია ევროპის მასშტაბით, ხო? არის ტოტალური მიგრაცია, რაც აგარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ იდენტობას, რელიგიურ იდენტობას, არის სერიოზული პრობლემები, არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ ვისურვებდით, რა თქმა უნდა, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემოტრიალდეს დადებითი მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მთლიანად კონტინენტისთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ევროპაში ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, არის რისკების შემცველი ნებისმიერი ჩვენი რეგიონის ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ევროპას უსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას. ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი, ასე ვთქვათ, სივრცე ჩვენთვის, აქედან გამომდინარე ევროპის განვითარება ნიშნავს, რა თქმა უნდა, მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვის. ხო, ნუ გახარიაზე დიდი კომენტარების კეთება არ ღირს, თქვენ იცით რა ჩაიდინა მან თავის დროზე, როდესაც მისი ქმედებების გამო უმძიმესი დაზიანება მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ხო? ნუ მისი ასეთი რაღაც პიარული აქტები არის, რა თქმა უნდა, სამარცხვინო და უკან უბრუნდება ხოლმე მას ასეთი პიარული. ეს თარიღებს რაც შეეხება არის აბსოლუტურად სასაცილო, ხო? 8 აგვისტო უცბად გახდა 7 აგვისტო, 9 მაისი, რომელიც აღინიშნებოდა საქართველოში 1945 წლიდან მოყოლებული, უცბად გახდა 8 მაისიდან. ჩვენი ოპონენტების რომელი დიდი ხანია? არა, 2012 წლის ჩათვლით თქვენი პარტია
9 მაისს აღნიშნავდა, კი, არა, 2012 წლის ჩათვლით თქვენი პარტია ნაცმოძრაობა 9 მაისს აღნიშნავდა ამ თარიღს. თქვენი პარტია აკეთებდა ამას 2012 წლის ჩათვლით და უცბად 9 მაისი გახდა 8 მაისი, როცა თქვენმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ აქაც გაეხლიჩა საზოგადოება. 9 მაისი არის 9 მაისი და დღეს აღინიშნება ეს თარიღი. განცხადების დამსახურებად ხომ არ მიგაჩნიათ ის, რომ ვარშავაში არ მიიწვიეს საქართველოს ვის დამსახურებად? თქვენი 28 ნოემბრის განცხადების დამსახურებად ხომ არ მიგაჩნიათ არა, თქვენ გახსოვთ? შუაში 28 ნოემბერი. 28 ნოემბერი სად იყო, როდესაც 2022 წლის ივნისში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. იქიდან წელიწად ნახევარი სრულიად სამარცხვინოდ არ გვანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს. შემდეგ სრულიად სამარცხვინოდ გითხრეს უარი მოლაპარაკების გახსნაზე. რა შუაში 28 ნოემბერი? 28 ნოემბერს დაიწყო რაიმე? კანდიდატის სტატუსი და მაინც ვერ მოგვიყვება. არა, ხელისუფლების დამსახურებით ჩვენ ვიბრძოლეთ და ტკბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც იყო მოაზრებული როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს იყო ხელისუფლების დამსახურება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურება პირველ რიგში, იმიტომ რომ ქართველი ხალხი დაუდგა მასში მტკიცედ საქართველოს ხელისუფლებას. რომ არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა ბუნებრივია ჩვენ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე ქართულ ხალხთან ერთად და გამოვგლიჯეთ ევროპელ ჩინოვნიკებს კანდიდატის სტატუსი, რომელიც იყო მოაზრებული შანტაჟისთვის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი? გაქვთ პასუხი? არ არსებობს პასუხი. ზუსტად იგივეა, რატომაც არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, ზუსტად ამიტომ არ მიგვიწვიეს ვარშავაში. ეს ქვეყნები, რომლებსაც არ აქვს სტატუსი, მაგრამ გაწევრიანებაზე აქვთ სურვილი გაცხადებული. ხო, ანუ მithumetes ხელის გულზე დევს სამარცხვინო უსამართლობა ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთობების დაწყების მე მახსოვს რამდენიმე თვის წინ არჩევნებამდე 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, როცა ყველაფერი გავაკეთეთ სტატუსის მისაღებად. სად არის ჩვენი პასუხისმგებლობა? ბატონო, ჩვენ ნახეთ ვართ ხელის გაწვდის რეჟიმში. ყოველ ჯერზე ჩვენ ამას ვიმეორებთ. ჩვენ ვართ ყველაფრისთვის მზად. როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველა ფორმატზე ვართ ბუნებრივია მზად. ეს ისინი აკეთებენ. პირიქით გითხარით, რომ აუცილებლად წავალთ ნებისმიერ ფორმატში უსამართლობის დასრულება იქნებოდა მიწვევა, ხო? როგორც კი დასრულდება უსამართლობა, ჩვენ მზად ვართ, დღესაც მზად ვართ. ისინი აკეთებდნენ ამას, ხო? მათ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი ჯერ 2022 წლის ივნისში, მერე კიდე წელიწად ნახევარი მათ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები. მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რაზეა ლაპარაკი? მოლდოვას ალბანეთში არის დაგეგმილი ვიზიტი, გამომდინარე იქიდან, რომ მოწვევა არის გამოგზავნილი. ჩვენი გზავნილია ის, რომ გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, დანარჩენი იქნება დამოკიდებული ევროპელი ჩინოვნიკების დამოკიდებულების ცვლილებას. რამდენიმე თვის წინ ალბანეთზე რომ როგორ შეაფასებთ ხო, არ ვიცი, რაღაც მარში არის ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილი ევროპის დღესთან დაკავშირებით. საქართველო არის დემოკრატია, შეუძლიათ გამართვა ნებისმიერი მარში, ხო? ამასთან დაკავშირებით რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს, თუმცა მათ გულწრფელობაში ბუნებრივია ეჭვი გვეპარება. თქვენ გახსოვთ, ზუსტად ეს ოპოზიცია იყო ის, რომელიც პირდაპირ უპირისპირდებოდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ისინი პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მიიღო 2022 წელს და შემდეგ მოგვიანებით კანდიდატის სტატუსი. მათ გამოუცხადეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ბოიკოტი იმ სამუშაო ჯგუფებს, რომელთა მუშაობის შედეგად ჩვენ უნდა მიგვიღო 2023 წელს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ამ ადამიანების გულწრფელობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვეპარება ეჭვი, მაგრამ დემოკრატია და მათი უფლებაა გამართვა ნებისმიერი მარში. არა, გამომდინარე იქიდან, რომ აქ პროტოკოლი არ არის დაცული, ჩვენ მოკლებული ვართ შეასრულებას მივიღოთ მონაწილეობა, რომ დაეცვათ პროტოკოლი, რა თქმა უნდა, აქ მივიღებით აუცილებლად მონაწილეობას. ყოველ ჯერზე ამბობთ, რომ უსამართლობა ევროპის დამოკიდებულება და რომ თქვენ სულ ურთიერთობის განახლება წესისული ფონია. აი ალბანეთში მიდიხართ და ეს არის თქვენთვის ალბათ შესაძლებლობაც, რომ ესაუბროთ ევროპელ ლიდერებს.
მაგრამ ვერ მეუბნებით ვისთან გექნებათ შეხვედრა. შეიძლება ეს წინასწარ არ იყოს განსაზღვრული, მაგრამ თქვენ ვისთან გსურთ, რომ ისაუბროთ და გადაარწმუნოთ, იმიტომ რომ სხვა შანსი არ გაქვს. ვისაც ექნება სურვილი, ყველასთან ვისაუბრებთ. არის მარტივი დამოკიდებულება. ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი, თუ მათი მხრიდან იქნება სამართლიანი დამოკიდებულება, ჯანსაღი დამოკიდებულება და არა საბჭოური დამოკიდებულება, ეს არ საუბარი არის საბჭოური დამოკიდებულება, ხო, რომელსაც დღეს ავლენს არა საბჭოთა კავშირი, არამედ ევროკავშირი. თუ ისინი დაძლევენ, თუ ისინი ჩემი ყველასთან, აი ევროპული დამოკიდებულება ჩემი არის ის, რომ ყველასთან მინდა საუბარი და მათი საბჭოური დამოკიდებულება ყველას არ გულისხმობ შესაბამის ლიდერებს, მათი საბჭოური დამოკიდებულება არის ის, რომ არ საუბრობენ, ხო? არ საუბარს შეიძლება კონდეს ერთადერთი ახსნა. ვიღაცას აქვს დაგეგმილი ეს უსამართლობა, ვიღაცას სურს რომ რაღაცნაირად ხელოვნურად ზიანი მიაყენოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. იქ ფორმატი არის ნახეთ ასეთი. დერეფნებში იმართება შეხვედრები. სპეციალური ოთახებიც კი არ არის ხოლმე, როგორც ესე გამოყოფილი შეხვედრებისთვის. დერეფნებში იმართება ჩვეულებრივად შეხვედრები, ვისაც ექნება საუბრის სურვილი, მე ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან. სადაც ევროკავშირი მართავს. არა, პროტოკოლის სტანდარტები არის დარღვეული, შესაბამისად ნახეთ პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, ამ შემთხვევაში მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე, ხო? რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ისაბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად ჩვენ არ ვიქნებით იქ. ეს არის მათი საბჭოური, ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მიდგომებით. მადლობა.